ქაბატონო მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინაში მისი მთავარი ამოცანა დღეს არის უკრაინული პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა, რასაც ის წარმატებით ახერხებს. დამიჯერებთ, კარგი იქნება, არ დამიჯერებთ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით სიმართლეს. ზალიკო უდუმაშვილი თან ყველა შეთანხმება, მისი მონახვა, მოლაპარაკებები, ასე ვთქვათ, ყველაფერი შესდგა მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე. როგორ კიევიდან ჩამოსულმა განაცხადა მან რომ კიევიდან ჩამოსულმა განაცხადა და კიევში ყოფმა მიიღო გადაწყვეტილება, ეს ორი სხვადასხვა რამ არის. თქვენთან სტუდიაში როცა იქნება დეტალურად მოგიყვება. უდუმაშვილი ჩვენი სტუმარი იქნება პარასკევს ამ სტუდიაში. მე უნდა ვთქვა რომ ის არის ჩემი მეგობარიც, ის არის ჩემი კოლეგაც და კითხვები რომელსაც ეხლა მე თქვენ გისვამთ, არ იფიქროთ რომ მართლა რაღაცა ჩასაფრებული ვარ და ზალის წინააღმდეგ. არა, ქაბატონო, თქვენი მოვალეობა არის, თქვენი ეს კითხვები შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა მას დაუსვას. ძალიან კარგი რომ დაусმენ, იმიტომ რომ ყველაფერზე არის გულწრფელი პასუხი, დასამალი არაფერი არ აგვაქვს და ერთი რამ მინდა გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის ხსენება და ჩვენ პარტიასთან მისი მიბმა ჩვენ პარტიას არ წინს და პირიქით გვეხარია. ამიტომ ის რომ მიხეილ სააკაშვილი მართავს დღეს პარტიას, ამაზე უფრო მტკნარი სიცრუე დედამიწის ზურგზე არ არსებობს. კარგით, ბატონო გრიგოლ. სხვა, ერთი წუთი ქალბატონო, დაასრულეთ და შემდეგ კითხვას დავიწყოთ. ერთ წინადადებას გეტყვით კიდევ, ერთ წინადადებას რომ დავამთავროთ ის იმ 9 წელზე ლაპარაკი. 9 წელიწადი, რომელიც ჩვენ გავიარეთ და რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით იყო, ერთ რაღაცაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ტერიტორია, რომელიც კორუფციული და კრიმინალური ბანდების სათარეშო ტერიტორია იყო, ამ წლების განმავლობაში გადაიქცა თანამედროვე სახელმწიფოდ და ამ სახელმწიფოდ მისი აპარატით, მისი უწყებებით, მისი სიმბოლიკით მშვენივრად სარგებლობს ის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენ ჩაგვანაცვლა, რაც არის ქვეყნის განვითარების ნორმალური გზა. ნაციონალურ მოძრაობას არც შურისძიება ჭირდება, არც რევანშის აღება. ჩვენ გვინდა რომ პროფესიონალებმა ჩაანაცვლონ დილეტანტები, მერიტიზმმა ჩაანაცვლოს ნათესავების დასაქმება და ბიუჯეტის უაზრო ხარჯვა შეიცვალოს ბიუჯეტის ყაერათიანი დახარჯვით. თქვენ თუ რამდენიმე სიტყვას მე მათქმევინებთ პროგრამაში გათქმევინებთ აუცილებლად. ბატონო გრიგოლ, მე ერთი რამ მინდა რომ გითხოთ, აი თქვენ საუბრობთ თქვენ სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე, მე მესმის ოქროს ზოდი შეიძლება